სრულიად საქართველოს ყველა მამულიშვილს მოგმართავთ საქართველოსა და ემიგრაციაში. ხვალ 15 ივნისს 2 საათზე მერაბ კოსტავას ეზოში ზანტუკილის პირველ ნომერში ყველა გულანთებულ მამულიშვილს, ვისაც მამულისათვის გული გიძგერთ, გიწვევთ და მინდა კიდევ ერთხელ გავმეორდე. როგორც პროევროპული ოპოზიციური ძალები, ისე კონსერვატორული, ასევე დღეს არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობები უარს აცხადებენ ვითომ და ჩვენთან მდგომაზე. გასაგებია ზვიადელ მერაბელები, რომლებიც ჭეშმარიტად დგავართ ზვიადისა და მერაბის გზაზე, ქრისტეს ეკლიანის გზაზე, კეთროვანები ვართ ჩვენ, როგორც საზოგადოებისთვის, ისე 1992 წლიდან დღემდე სისტემისთვის და სისტემასთან შეკრული პოლიტიკური პარტიებისთვის. მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ ჩვენთან მდგომას, ჩვენ ვითხოვთ დემოგრაფიული ექსპანსიის შეჩერებას. რადიკალური ისლამისას. და ჩვენ გვაქვს გამზადებული, რომელიც ხვალ საზოგადოებას, მოსულ საზოგადოებას წაუდგენთ მოთხოვნებს, რაც შეაჩერებს დემოგრაფიულ ექსპანსიას. ბინადრობის და მოქალაქეობის გაცემას უცხოთომელებზე. უკანონოდ გამოცხადდება ყველა არაბული, სპარსული, ოსმალური თუ რუსული დასახლებები საქართველოში. ჩვენ მხოლოდ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება ამ საკითხებში, რათა უზურპირებულმა ხელისუფლებამ მიიღოს ინიცირება მოახდინოს კანონში ამ მოთხოვნებისა, რათა გადავჭრათ პრობლემა რადიკალური ისლამის დემოგრაფიული ექსპანსიისა და შევაჩეროთ უცხოთომელთა ექსპანსია. ქართული მიწების არ გაყვიდა უცხოთომელებზე, არა აქვს ამას ვინ იქნება რუსი, არაბი, თურქი თუ სპარსელი. ყველა უცხოთომელზე. ჩვენ ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ ქართული სახელმწიფოებრივი და თავისუფლება დამოუკიდებლობასა და ქართველი ერის ეროვნული ინტერესებიდან, ენა მამული სარწმუნოების დაცვიდან. მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერა გვჭირდება ამაში.